დონალდ ტრამპმა ახლახან სრულიად შეცვალა თავთავისი უფრო მშვიდობიანი ტონი ჰორმუზის სრუტეში და დაუბრუნდა იმ ძველ აგრესიულ ტრამპს, რომელსაც უკვე ვიცნობთ. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 23 აპრილს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაავალა შეერთებული შტატების სამხედროებს ესროლონ და მოკლან ნებისმიერი პატარა ირანული ხომალდი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაღმებს აგდებს გასასვლელის დასაბლოკად. ეს განცხადება გაკეთდა იმ დროს, როდესაც ვაშინგტონი აძლიერებდა საზღვაო ზეწოლას და თეირანი ცდილობდა ძალის დემონსტრირებას, გავრცელდა ვიდეო, რომელიც რევოლუციური გვარდიის თქმით აჩვენებს ორი სავაჭრო გემის დაკავებას რეგიონში. ეხლა ვხედავთ, რომ ორივე მხარე ცდილობს საჯარო დაჩვენოს, ვის აქვს მეტი ძალა. ერთ მხარეს არის ისლამური რევოლუციური გვარდია, რომელმაც უკვე სრულად აიღო ირანის რეჟიმის კონტროლი, ხოლო მეორე მხარეს ძლიერი ამერიკის საზღვაო ფლოტი. ყველა ქვეყნის მიერ უდავოდ აღიარებული როგორც პლანეტის ყველაზე ძლიერი საზღვაო ფლოტი, რომელიც უკვე 3 ავიამზიდითაა წარმოდგენილი სპარსეთის ყურის რეგიონში. ამ ყველაფერს მალე გიამბობ, მაგრამ ეხლა გირჩევ, გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო. რეალურ დროში მიღებული ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით. მენდეთ, მილსონ ალვესი, გლობალი. რაც პრაქტიკაში მოხდა, ეს იყო აშკარა დაძაბულობის ზრდა. ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების საზღვაო ძალებს მიეცათ ბრძანება იმოქმედონ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ირანული ნავების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართული არიან ნაღმების დაყენებაში და ასევე სამმაგად გაზარდონ განაღმვის ოპერაციები. მეორეს მხრივ ირანმა გამოაქვეყნა კადრები, სადაც შეიარაღებული ადამიანები ადიან სატვირთო გემზე და გამოაცხადა, რომ დააკავა ორი ხომალდი, MSC ფრანჩესკა და ეპამინონდასი, ბრალდებით, რომ ისინი ცდილობდნენ ტერიტორიის გადაკვეთას ნებართვის გარეშე. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას ვიდეო გამთენიისას არისას არ გაუშვია, ხოლო CBS-მა განაცხადა, რომ კადრები გაავრცელა რევოლუციურმა გვარდიამ, თუმცა ტელეკომპანიას დამოუკიდებლად არ დაუდასტურებია მათი ავთენტურობა. ტრამპის ბრძანება მიზნად ისახავს ირანისთვის ხელი შეუშალოს ნავიგაციის შეზღუდვაში ნაღმებითა და ირიბი თავდასხმებით. პრეზიდენტის პოსტი გამოქვეყნდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა ტანკერ Majestic X-ის დაკავება ინდოეთის ოკეანეში. Associated Press-ის ინფორმაციით, გემი შეჭერდა შრი-ლანკასა და ინდონეზიას შორის. ის დაკავშირებული იყო ირანული ნავთობის კონტრაბანდასთან და მიემართებოდა ჟოუშანში, ჩინეთში. პენტაგონმა გაავრცელა ფოტოები, სადაც ამერიკელი სამხედროები უკვე გემის გემბანზე იმყოფებიან და განაცხადა, რომ გააგრძელებს იმ საზღვაო ქსელების შეჩერებას, რომლებიც შეერთებული შტატების თქმით ირანს ეხმარებიან ამ ვაჭრობის შენარჩუნებაში. მეორე მხრივ, ისლამური რევოლუციური გვარდია ცდილობს აჩვენოს, რომ კვლავ შეუძლია რეალური საფასურის დაკისრება საზღვაო გადაზიდვებზე და ამერიკული ბლოკადის გამოწვევა. როიტერსმა აღწერა, რომ სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ ვიდეოში ნაჩვენებია ნიღბი ჯარისკაცები, რომლებიც კატერით მოდიან, თოკის კიბით ადიან და შეიარაღებულები შედიან MSC ფრანჩესკას გემის კორპუსში. იგივე მასალა ასევე შეიცავს კადრებს მეორე გემთან, ეპამინონდასთან დაკავშირებით. პოლიტიკური გზავნილი პირდაპირია. ირანი სურს დაამტკიცოს, რომ მას კვლავ აქვს ტაქტიკური შესაძლებლობები სრუტეში, მიუხედავად სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლისა. აქ სწორედ ფაქტს მეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ვიდეო მხოლოდ ინფორმირებისთვის არ არის. ის გამოიყენება კონტროლის დემონსტრირებისთვის, ტრანსპორტის დაშინებისთვის და მსოფლიოსთვის იმის სათქმელად, რომ თეირანი კვლავ მზად არის ესკალაციისთვის. ამ კრიზისის ცენტრში მკაფიოდ განსაზღვრული ბლოკი ჩანს. მეორე მხარეს არიან ტრამპი, შეერთებული შტატების საზღვაო ძალები, პენტაგონი და ვაშინგტონის მიერ შექმნილი ბლოკადის სტრუქტურა. მეორე მხარეს არიან ირანის რევოლუციური გვარდია, ირანის სასამართლო სისტემა და თეირანის ლიდერები, რომლებიც გემების დაკავებას კანონის აღსრულებად ამართლებენ. შუაში არიან სატვირთო გემები, ნავთობის ტანკერები, უცხოელი ეკიპაჟები და გლობალური ბაზარი. ყველა ისინი დაპირისპირების ლოგიკას ემორჩილებიან. CBS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფილიპინების მთავრობამ დაადასტურა 15 ფილიპინელი მეზღვაური, რომლებიც დაკავებულ ორ გემზე იმყოფებოდნენ, იმ მომენტისთვის უსაფრთხოდ იყვნენ და არ ჰქონდათ დაზიანებები. ეს აჩვენებს, რომ კრიზისი უკვე სიტყვებიდან რეალურ ადამიანებზე, რეალურ ეკიპაჟებსა და რეალურ მარშრუტებზე გადავიდა. როდის აფეთქდა ეს საბოლოოდ? მძიმე მდგომარეობა აშკარად გამოჩნდა 22-23 აპრილს. 4 შაბათს ირანმა თავდასხმა განახორციელა გემებზე სრუტეში და 2 მათგანი დააკავა. 5 შაბათს დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია და გასცა პირდაპირ ბრძანება, ცეცხლი გაეხსნათ იმ ხომალდებისთვის, რომლებიც ტერიტორიას საფრთხეს უქმნიან.
მიმდევრობა მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, როგორ შევიდა რეგიონი ქმედებებისა და პასუხების სპირალში. ეს არ არის შორეული მუქარა, ეს არის დაპირისპირება, რომელიც რეალურ დროში მიმდინარეობს, სულ უფრო აგრესიული რიტორიკით და შეცდომისთვის სულ უფრო ნაკლები სივრცით. სადაც ეს ხდება, ასევე გვეხმარება გავიგოთ, რატომ აქცევს მთელი მსოფლიო ყურადღებას. ჰორმუზი არის სტრატეგიული ვიწრო გასასვლელელი. ვინ აკონტროლებს მას? ან ვინ არღვევს წესრიგს? ეს ზღვის ზოლი იძენს ზეწოლის ძალას სავაჭრო მარშრუტებზე, ენერგიასა და საზღვაო დაზღვევებზე. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის მიერ ნახსენები ნაღმების გარდა, ირანი ასევე იყენებს სწრაფკატერებს, რაკეტებს, დრონებს და დაცულ პოზიციებს, რათა ამერიკის საზღვაო ძალები მოშორებით შეინარჩუნოს. ეს ხელს უწყობს ახსნას, რატომ საუბრობს ვაშინგტონი ნაღმებსა და განაღმვაზე, მაშინ როცა თეირანი იმედს ამყარებს შესაძლებლობის შეტევებსა და შერჩევით დაკავებებზე. შეჯახება მხოლოდ დიდი სამხედრო გემებს შორის არ არის. ის მოიცავს მცირე, სწრაფ და რთულად გასანეიტრალებელ ტაქტიკებს. როგორ განვითარდა ეს დაპირისპირება აქამდე? მშვიდობის მოლაპარაკებები ჩაიშალა, ამერიკული ბლოკადა არ მოიხსნა და ირანმა გადაწყვიტა სრუტე ზეწოლის ქვეშ შეენარჩუნებინა. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა განაცხადა არ განიხილავს სრუტის გახსნას მანამ, სანამ შეერთებული შტატები არ მოხსნის ირანული ნავიგაციის ბლოკადას და არ გაათავისუფლებს დაკავებულ გემებს. ამავე დროს ტრამპმა დაწერა, რომ შეერთებული შტატები სრულად აკონტროლებს სრუტეს, მანამ სანამ ირანი არ დათანხმდება შეთანხმებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეული მხარე ცდილობს ზღვა გადაიქციოს იძულების ინსტრუმენტად. ვაშინგტონი ეკონომიკური დახრჩობით სურს დათმობების მიღწევა. თეირანი სურს აჩვენოს, რომ თუ რეჟიმზე ზეწოლა არ შემსუბუქდება, გლობალური ტრანზიტი ნორმალურ რეჟიმს არ დაუბრუნდება და რატომ არის ეს ახლა ასე მნიშვნელოვანი? რატომ იგრძნო ბაზარმა ეს თითქმის იმავე წამს? როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავთობის ბარელმა ხუთშაბათს კვლავ გადააჭარბა $100 ვაჭრობის ნაწილში, კი 2.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მაშინ როცა ბირჟებმა და ობლიგაციებმა ნერვიულობით უპასუხეს. თუ ბლოკადა დაუყოვნებლივ მორჩილებას არ იწვევს, ამერიკის ტენდენცია ხდება ძალის გაზრდა, დაკავებების გაფართოება და ირანის ნებისმიერი მანევრის ფასის გაზრდა. ასევე ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ ამერიკული დაკავება მხოლოდ ჰორმუზის უშუალო მიმდებარე ტერიტორიას არ შეზღუდია. Associated Press-ი და Reuters-ი აჩვენებენ, რომ ვაშინგტონი აფართოებს ირანულ ნავთობთან დაკავშირებული გემების დევნას, უფრო შორეულ წყლებშიც, როგორიცაა ინდოეთის ოკეანე და აზიის მახლობლად მდებარე საზღვაო ზონები. ეს უფრო ფართო სტრატეგიას მიუთითებს. ირანის მანევრის სივრცის შემცირება კონფლიქტის ყველაზე ფეთქებად წერტილიდან მოშორებით და ამავე დროს მცდელობა, რომ გემებმა მნიშვნელოვანი მყიდველებისკენ არ გააგრძელონ გზა. ეს არის როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური გზავნილი. მხოლოდ სრუტის მეთვალყურეობა საკმარისი არ არის. შეერთებული შტატები მთელ ჯაჭვზე გავლენის მოპოვებას ცდილობს. საბოლოოდ დღეს რაც ჩანს, არის სრუტე, რომელიც ღია დაშინების არენად იქცა. ტრამპმა გადაწყვიტა ირანის ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მარშრუტის დანაღმვას ისახავს მიზნად, სასიკვდილო მუქარით უპასუხოს. დაპირისპირება გამწოვდა, რადგან ორივემ გადაწყვიტა ზღვა მაქსიმალური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოეყენებინა. ვნახოთ, რამდენად გაუძლებს სისხლიანი ისლამური რევოლუციური გვარდია, რომელიც უკვე დასუსტებულია და შიდა დაპირისპირებებიც აქვს, ძლიერ ამერიკულ საზღვაო ფლოტს, რომელსაც ყველა ქვეყანა პლანეტის უძლიერეს საზღვაო ძალად მიიჩნევს და რომელიც უკვე 3 ავიამზიდითაა წარმოდგენილი სპარსეთის ყურის რეგიონში. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვეს გლობალის საზოგადოებაში.